თუ პადელი გიყვართ და გაინტერესებთ რა ხდება მის ირგვლივ მსოფლიოში, მაშინ ეს ვიდეო შენთვისა. მაგრამ მანამდე, რადგან არ ვიმყოფები საქართველოში და ჩემი ალგორითმი არ მუშაობს ძირითადად ქართველებისთვის, მინდა გთხოვოთ ისევ და ისევ. გამოიწერეთ ჩემი არხი, გაუზიარეთ მეგობრებს და დასვით მოწონების ნიშანი. ახლა კი დავიწყეთ. ორსიფასიო, უსტერო არაუხოს წინააღმდეგ. აქ უდაო ლიდერი არაუხოს დამსახურებით უსტერო არაუხოს ორეულია. არაუხო ძალიან გამოცდილი მოთამაშეა, რომელსაც არაერთხელ უთამაშია ნახევარფინალი ამ ფინალები. ასეც მოხდა. აქ ჯგუფში ფავორიტმა გაიმარჯვა. საკმაოდ დაძაბულ მატჩი 4-6, 7-5, 4-6. შემდეგი მატჩი ტრიაიბრია ნომერი პირველი რეიტინგით იენსენი ალონსო დე ვიას წინააღმდეგ. აქ ფავორიტზე საუბარი ზედმეტია, გაიმარჯვა ტრიაიბრიას ორეულმა 6-1, 6-4, ძალიან მარტივად. მივყვეთ თანმიმდევრობას, როგორც მიმდინარეობდა მადრიდში 5 სექტემბერი და გადავიდეთ მამაკაცებზე. ღერერო ლეალი იანგუას კოკი ნიეტოს წინააღმდეგ. აქ იანგუასი კოკი მეოთხე ნომრად არიან განთესილები და ღერერო ლეალის, რომლებიც ნომერი მე-10 გუნდია, წინააღმდეგ გაილაშქრეს და რა თქმა უნდა გამარჯვებაც მოიპოვეს. ეხლა კი გადავიდეთ ჩემი აზრით ამ ტურნირის საუკეთესო 4-ეული, უпроსტორად საუკეთესო მატჩი, სადაც მეფე არტური და ტაპია მოცარტი დაუპირისპირდნენ ლიხოს და არსე სიმონს. ამ ტურნირზე კი ნამდვილად დაფიქსირდა რამოდენიმე სენსაცია, მაგრამ ეს ის მატჩი არ არის, რა თქმა უნდა დამაჯერებლად ვერა, მაგრამ 7-6, 6-7, 6-3 გაიმარჯვეს ნომერმა პირველმა რეიტინგით ტაპიამ და კოეიომ. სადაც კოეიომ აღნიშნა კიდევაც, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა ისტორიაში. მივყვეთ თანმიმდევრობას და დაუბრუნდეთ ისევ ქალებს. სალაზარი სანტამარია, სანჩესი ხოსე მარიას წინ. ამ უკანასკნელებმა სულ ცოტა ხნის წინ დაკარგეს პირველების წოდება და გადაინაცვლეს მეორე ადგილზე, მაგრამ ამ მატჩში უდაო ფავორიტებად მიაჩნდათ ყველას. მაგრამ სენსაციის დროც დადგა მერვე ნომრად განთესილმა სალაზარმა და სანტამარიამ გამარჯვება ღირსეულად მიისაკუთრეს 4-6, 7-6, 6-1. რეიტინგში ნომერი მესამე ფერნანდესი და ბეა გონსალესი არ დაუმალავ ჩემი ფავორიტი გუნდი ილაშქრებს ეუხენიო ბარერა ველასკოსის წინააღმდეგ, სადაც დაფიქსირდა მოსალოდნელი შედეგი და ფიერთის დებიუტანტები 6-4, 6-2 დამარცხდნენ ამ არაჩვეულებრივ წყვილთან. მივყვებით ისევ თანმიმდევრობას და გადავდივართ მამაკაცებზე, სადაც ახლად შეკრული გუნდი არგენტინელების დუო ლეო აუგსბურგერი და დინენო უპირისპირდებიან არც აქ დავმალავდა ჩემი ფავორიტი ორეული ჩინგოტო და ალეგალანი, რომლებიც მეორე ნომრად არიან განთესილები ტურნირზე. და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, აი აქ იწყება ტურნირის მთავარი სენსაცია. ახლად შეკრულმა ვეტერანმა და 21 წლის ბიჭმა ლეომ არგენტინიდან სრულიად მოულოდნელად და თან ძალიან დამაჯერებლად გააცილეს ნომერი მეორე გუნდი ესპანეთის დედაქალაქიდან, რაც ძალიან დიდი ემოციებით აღნიშნეს ორივე მათგანმა. მომო გონსალესი და ჩემი მეზობელი ჯონ სანსი დაუპირისპირდნენ რეიტინგის ნომერ მესამე წყვილს სტუპაჩუკს და ხუან ლებრონს. გადავიდეთ მეოთხედფინალების ბოლო მატჩზე. ეს უკანასკნელი გუნდი უდაო ფავორიტი იყო მატჩში და დამაჯერებლად გაიმარჯვა 6-1, 6-2. და ასეთ დასრულდა 5 სექტემბერი პადელის დედაქალაქ მადრიდში. 6 სექტემბერი უსტერო არაუხო ნომერი 4 ტრიაიბრია ნომერი 1-ის წინააღმდეგ, სადაც ტრიაიბრიამ თავისი გაიტანა გუნდი 6-2, 6-4.
ამასობაში კულისებში მამაკაცები ხურდებოდნენ და კორწზე შემოსაჭრელად ემზადება იანგუასი, კოკის ორეული, ნომერი 1 მეფე არტურის და მოცარტის წინააღმდეგ. პირველი სეტი მარტივად მიითვისა კოეიო ტაპიას ორეულმა 6-2, მეორე სეტი ცოტა დაძაბული 7-5, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება ნომერი 1 გუნდის მხარეს დარჩა. რადგან ზუსტად მივყვებით თანმიმდევრობას, ისევ და ისევ კულისებში ემზადებოდნენ ფერნანდესი, ბეა, სალაზარი და სანტამარიას წინააღმდეგ შესარკინებლად. არანაკლებ დაძაბული მატჩი იყო პირველი სეტი 6-4, მეორე სეტი კი 7-6 მიისაკუთრა ჩემმა ფავორიტმა ორეულმა, ფერნანდესმა და ბეა გონსალესმა. და ძალიან გახარებულებმა და ამაყად გადააბიჯეს ფინალისკენ, სადაც მათ ელოდათ ნომერი 1 რეიტინგით ტრიაი და ბრეა. 6 სექტემბრის დასახურად სტუპა, ლებრონი, დინენო და ლეო ემზადებოდნენ, სადაც მორიგი სენსაცია ელოდა პადელის მოყვარულებს და აი ისიც. ახლად შეკრული არგენტინელების დუო ამბიციურ ლებრონს და მფრინავ სტუპას უპირისპირდებიან. პირველი და მეორე სეტების მსგავსი ანგარიშების გაცვლის შემდეგ 6-3, 3-6 მესამე სეტის ფაზა ძალიან დაძაბულობაში გადაიზარდა. სრული მესამე სეტის განმავლობაში მდევრის როლში მყოფი არგენტინული დუო მოულოდნელად მატჩს აბრუნებს და ანგარიშით 7-6 ამარცხებს დიდი ხნის განმავლობაში ნომერ 1 პადელის მოთამაშეს ისტორიაში ხუან ლებრონს და სტუპაჩუკს და გადაინაცვლეს ყველასათვის საოცნებო ფინალში. ფინალის დღე, მანამ სანამ გოგონები ემზადებოდნენ ვისინკი, იგივე მოვისტარ არენა არაჩვეულებრივმა ჰანგებმა მოიცვეს. და ალბათ მივხვდით სასიამოვნო ჰანგები ვის გულში გაგრძელდა. ბეა და ფერნანდესი P1 მადრიდის გამარჯვებულია. გოგონების მხიარულება კი კორტზე ჩაანაცვლა არაჩვეულებრივმა და ყველასათვის მოულოდნელმა ფინალმა, სადაც როგორც წყვილი დებიუტანტი ლეო და დინენო დაუპირისპირდნენ რეიტინგის ნომერ 1 გუნდს, მეფე არტურს და ტაპიას, იგივე მოცარტს. საოცარი და დამაგვირგვინებელი ლეოს სმეშით ხედავთ არტურო ვერც კი მიუახლოვდა ბურთს და ოცნებები ხდება. ლეო ტირის, დინენო კი ადგილს ვერ პოულობს. და მადრიდი P1-ის გმირებმა ერთად იზეიმეს გამარჯვება.